მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული არაერთი ქმედითი ნაბიჯისა, საქართველო ჯერ კიდევ დგას მწვავე სოციალური და ეკონომიკური გამოცდილების წინაშე. ასეთ ვითარებაში არარეგულირებული აზართული თამაშების ბიზნესის არსებობა გარკვეულ საფრთხის შემცველია. საქართველოში აზართული თამაშები აღიქმება არა გართობის, არამედ ფულის შოვნის მართვის საშუალებად და შემოსავლის წყაროდ. არსებული განმარტებით აღნიშნული საქმიანობა ფაქტობრივად არ რეგულირდება, არ არის განსაზღვრული ტერიტორიული შეზღუდვები, თუ სად შეიძლება მსგავსი ტიპის დაწესებულებების განთავსება. პრაქტიკაში ჩვენ ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სამორინეობის, სასწავლე დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მიმდებარედ იქმნება, რაც აზართული თამაშების ახალგაზრდებისთვის ხშირად კი სროლის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომის ხდის. მე როგორც გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე, კარგად ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას და აუცილებლად მიმაჩნია აეგრძალოს სამორინეობის მშენებლობა ქალაქის ტერიტორიაზე და ქალაქგარეთ განისაზღვროს სპეციალური ზონები, სადაც დასაშვები იქნება აღნიშნული საქმიანობა. იმისათვის, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ სიღარიბე, მივცეთ ჩვენ ქვეყნის ახალგაზრდებს სათანადო განათლება და ვუზრუნველოთ მათი განვითარება, საჭიროა შევზღუდოთ და დავარეგულიროთ ისეთი ტიპის საქმიანობები, რომელიც აფერხებს ამ პროცესს და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დაუცველ ნაწილს აზართულ თამაშებზე დამოკიდებულს ხდის. იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ინვესტირება, უპირველეს ყოვლისა უნდა ავგრძელოთ ის, რაც ამ მომავალს გვართმევს. მადლობთ. მადლობთ. გუშინ საპატრიარქოს მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოვ